ტურამ, მართლა ამოვწყდით, ტურამ, რა გვეშველება? რა არის იცი? კი ამოწყდა ძმაო მთელი პლანეტა და გავნადგურდით, მაგრამ აი თლაცუდიც არაა იცი, იმიტომ რომ იმ პლანეტაზე ეს მეგრელები ცხოვრობდნენ, არა? ჯობია რომ პოზიტივზე კონცენტრირდეთ. არა, ბაჭო? ბაჭო. ბიჭო, კაი რა იყო, მე ძალიან დამწუხრებული ვარ, მაგრამ ახლა იმაზე ვფიქრობ, რომ ეს ადამიანთა მოდგმა უნდა გადავარჩინოთ ჩვენ. რამე პლანეტა ვიპოვოთ და დავიწყოთ გამრავლება. აჰა, არ ვიცი შეამჩნიე თუ არა, მაგრამ მხოლოდ ბიჭები გადავრჩით. მე შევამჩნიე, ნერვები აღარ მაქვს, ნაშები გაქრნენ, ძმაო, ამაზე დიდი უბედურება რა უნდა მოხდეს. მე რა რო გაქრნენ? ფილმენებს და სასისხს მეც მოვხარშავ. ვისჭირდება ქალები? რა ვიცი, აბა? კაცობრიობის მომავალს. მარტო ბიჭები რანაირად დავიწყებთ გამრავლებას, იდიოტო. რაღაცა გეშლება, ძმა. ჩვენმა ძველმა მასწავლებელმა, ბატონმა ნაბიჯვარმა ხო გითხრა, რომ ბავშვი რო ყავდესო, წეროს უნდა ებრძოლო. დიშლითო. ხომ არა, წეროებიც ხო მოგდნენ. აუ, შენ ჩემი ძმა კაცი ხარ თუ იმ წეროების? კარგია, კუნტრუშა გელამ მოგისწროთ. კლიზმა, რა ხდება, არა გვიხსნი? ფუკუნდუსი ხდება. ფუკუნდუსი? სახე გავაძრე მაგას. ხო, მაგრამ დემონია, შენი აზრით სიკვდილის მერე სად წავიდოდა? ჯოჯოხეთში? რავი, ჯოჯოხეთზე უარესში სადმე, რუსეთში. არა, მისმა ნაწილაკებმა კვლავ იპოვეს ერთმანეთი და დაბრუნდა, გაცოცხლდა. მეგონა მეტი დრო მქონდა, მაგრამ ცდებოდი. მოულოდნელად დამესხა თავს, ორი ლეგენდარული ნივთი წამართვა, მესამე კი თავად დაისაკუთრა. ერთი ამიხსენი, ზუსტად რა უნდა ჩვენგან ამ ფუკუნდუს? აქამდე ყველაფრის თავი და თავი შენ მეგონე. სიამოვნებით მოგიყვებოდით ჩემს წარსულზე, მაგრამ ახლა აქედან უნდა წახვიდეთ. თარსულას ფაფრიანო ფასკუნჯო, ვიცი, რომ დროის მჭრელი გაქვს. გამოიყენე. ეგ საიდან იცი? ისი მჭრელი? ყველაფერს ძალიან მახვილი თვალებით ვუყურებ, ჯადოქარო. სწრაფად გამოიყენე. ფუკუნდუსი წამიწამზე აქ გაჩნდება. ხომ იცი, ის სრული სიმართლის ძალას ფლობს, თუმცა ამ ძალებს წარსულში ვერ გამოიყენებს, ასე რომ დროზე. ფუკუნდუსი აქ გაჩნდება? არიქა, მაჯიკა, დროზე წერო გააჩინე, გამრავლება უნდა მოვასწროთ. რა ხდება, ვინმე აგვიხსნის? კარგი, გენდობი კატა. ბავშვებო მოემზადეთ. დროის მჭრელი არასდროს გამომიყენებია. არ ვიცი რას უნდა ველოდოთ. მოიცა, რა ხდება? მაჯიკა, რა ხდება, ვკვდებით? ზოგადად კი, მაგრამ ახლა არა. გახსოვთ ცოტა ხნის წინ ჩემთან რომ შეკრიბეთ. თქვენი მამები ბრძენთან გავგზავნეთ, თქვენ ჯადოქრების საცავში. გვახსოვს კი? მაგ დღეს გითხარით რომ მე ძალიან მნიშვნელოვან საქმეზე მივდიოდი. მერე? მოკლედ მაგ დღეს პლანეტა მღუნავზე ვიყავი. მღუნავზე? და რას ღუნავენ? მომისმინე კაცო, ადრე იქ ცივილიზაცია იყო, მაგრამ მერე საკუთარი თავი მოსპეს და განუვითარებელ ტომებად დაიყვნენ. ერთ-ერთ ტომში უიშვიათესი არტეფაქტი დროის მჭრელი ინახებოდა, მაგრამ ტომის წევრები გონში არ იყვნენ ეს ნივთი რეალურად რა იყო. მის მოსაპოვებლად არ იცით თქვენ მე რა გზა გავიარე? ჯერ იმ ტომში მივედი, მეთქი კოსმიური ღმერთი ვარ თქო. იმათ უთხარი რომ ღმერთი იყავი? მე არაფერი არა იმასთან შედარებით რაც მერე მოხდა. ბელად მომითხრა სანდოდ რომ ჩაგთვალოთ ჩემ ცოლთან უნდა დაწვეო. კაინაშა მაინც იყო? კაინაშა? შვიტონიანი ბულდოზერი იყო. იმ ღამეს 4 ნეკნი მომწყდა. აი ენით ვერ აგიხსენთ რა გამოიარე, გეგონება შავი პარასკევის აქცია იყო ჩემზე გამართული. მაჯიკა საღო. ხო და დროის მჭრელი მაინც დავითრიე. ამ ნივთზე ბევრი არაფერი ვიცი იმის გარდა, რომ სხვადასხვა დროში გადაგვისვრის და ბოლოს უკან დაგვაბრუნებს. რა? სხვადასხვა დროში გადაგვისვრის? იმ დროში ჩემი საიტიც გამომყვება? რა საიტი კაცო? ჩემი საიტი სელუჯი. შვილო შენ ხوار გარეკე რა საიტი? წარსულში მივდივართ თქო. აუ ეგ რაღაცა ძმაო დროის მჭრელი კი არა ბიზნესის მჭრელი ყოფილა. დამაბრუნეთ აწმყოში. აუ შვილო ჩაიჯვირა. ერთმანეთს ხელები უნდა ჩავკიდოთ დროზე. ახლა მეც. ვერ წდებით. ჩემი წყევლა. ბატონო? დედამიწა გადავწვი, მაგრამ ჩემი წყევლა არ დამბრუნებია. ვუი, რას ამბობ? იქნებ დაგიბრუნდათ და ვერ ხვდებით. ხომ არ აზიხართ? შენ რამე ხომ არ გეშლება? მე ფუკუნდუსი ხართ, დიახ. შენ ხომ არ დაგავიწყდა? ეშმაკის კუილით რომ ხარ გაბერილი. უკაცრავად. იცით, იდეა მაქვს. იქნებ თქვენი წყევლა იმიტომ არ დაგიბრუნდათ, რომ ვინმე გადარჩა. აი ზუსტად ამიტომ არ კლავ ბუშტო. გონი მართალი ხარ. თუ ვინმე გადარჩა, მაშინ ჩემს ძალას აბსოლუტურ სიმართლეს გამოვიყენებ. ცოტა სპეციალური ხმა სჭირდება ამას.
ვინც? არა, ესე არა. არა, არც ესე. დამუღამება უნდა მაცადეთ. ვინც? არავინ გაბედოს გაცინება. ჩვენი ბატონი ახალ ძალას ამუღამებს. ვინმე თუ ფიქრობს რომ ეს ასაცილოა, ძალიან ცდება. მაცადე. ვინც? არავინ გაბედოს. იცი ამ კაცს რა მხელა დამსახურება აქვს? თქვენ კიდე აქ სიცილს იკავებთ, გრცხვენოდეთ ბატონებო, გრცხვენდეთ. ახლა იწოდე გაგხეთქავ. უკაცრავად. ვინც დედამიწაზე გადარჩა? თვითონ მოვიდეთ ჩვენამდე. ესეც ასე. ახლა დავსხდეთ და დაველოდოთ. მე ფუკუნდუსი ხართ, დიახ. სა დავბრუნდით? თარსულაში ვართ და ყველაფერი რიგზეა. Yes, მაჯიკა, აბარა. მოარტყი. კაი ხო არ გვინდა. მიდი კაცო მოარტყი. პოლიკ, მიდი. Yes, აბარა. გავიმარჯვეთ. Yes. აგერაი ჩემი სახლი. წამომივიდეთ. სელუს ამბები მაქვს თან მისახედის აცალია. აუ PlayStation Slim-ის აუქციონს ველოდები გიჟივით. რამდენჯერ უნდა გითხრა, ნუ სარგებლობ მეთქი მაგ საიტით. ვინ ჯანდაბა ხართ? და აქ რა გინდათ? და ეს პიტა მივით რატო გაცვიათ? ბაბუ? ბიჭო, ბაბუა შენი ხომ მკვდარია? ხო, მაგრამ აგერ დგას ტიპი, სუნთქავს, აკუებს, განსჯის. ვინ ხარ წყო? ბაბუ, მე ვარ პოლიკა, შენი შვილი. აქ ალბათ ჯერ არ დავბადებული ვარ, მაგრამ მე უეჭველი დავიბადები. ამას თქვენი შერყევა აქვს? შვილი არ მყავს და რომ წყავდე ზუსტად ვიცი თავი ზედმეტად გაბერილი ბუშტივით არ ექნებოდა. ანამ რიჟას რაღა უნდა. შენ ჩემი შვილი ხარ? შავით მამაქვს. ნუ მეკამათები, უყურე ამას. ბაბუ, მე პოლიკა ვარ, მომავლიდან ვარ რა. დევის შვილი ვარ. დევი? აცი ეგზარმაცი ტრაკი და მოდი აქ. ვიღაცა დიდთავიანი ბავშვი ამბობს, რომ შენი პრობლემაა. რა? ვინ არიან ეს ბავშვები? დიდთავიანი ამბობს თქო, რომ შენი შვილია. პრინციპში ზუსტად ისევე უსარგებლოდ გამოიყურება როგორც შენ. შეიძლება მართალი იყოს. ჩემი შვილი? შვილები საერთოდ არ მყავს. რა თქმა უნდა არა. მაგისთვის ვინმეს უნდა მოწონდე. ო, შენ შვილს მოვეწონე თუ ძალიან გაინტერესებს. სხვათა შორის გუშინაც მოვეწონე. და დღესაც. აუ, თქვენ ადრეც ასე ჩხუბობდით? ბაბუ, იმენა მამა ჩემს სახეს აწრობდა ხოლმე. რაღაც პონჩი ჩემი გმირია. გიშების ოჯახია, რა წავიდეთ პოლიკ სანამ ტაიმლაინი გაგვიტეხავს. აიცვით ახლა აქედან. აუ, ბაბუ, ცოტა წესიერად მოეკეცი ხალხს. იცი რა მოკლა მომავალში? რამ? პოღმამ, ვიღაც ქალს ლანძღავდი გზაზე რო გადადიოდი და მანქანამ გაგიტანა. ვახიზე ვიწყება. რას მომჩერე წადი რამე გაიკეთე იმუშავე რაღაცა მაიფხა მაინც გამოიბი. მამა, ეკიმა ხომ გითხრა არ ინერვიულო ბევრიო, თორე ყვავად გადაიქცევიო. ყვავად არა შამბალად კიდე. ეს სად ვართ? თუ როდის ვართ? კარგი რა გაიოს. მოძველდა ეგ ფრაზა. რა შუაშია მოძველდა? ცოტა ხნის წინ დროში გადაგვისროლეს და აბა რა უნდა ვიკითხო? არ გაინტერესებს რომელ წელში ვართ? ბიჭო, რა ვიცი, რანაირად უნდა გავიგო. მოდი ტელეფონს დავხედავ. თუ 100 წლით უკან არ გადავარდით სატელიტზე ხომ ტელეფონის დრო ავტომატურად განახლდებოდა? ხო, მეც მაგას ფიქრობდი. უეჭველი. 2023 წელი. ღადაო, 1 წლით უკან გადაგვისროლა, რა ბანძობა. მე მგონი მახსოვს ეს ადგილი. აქ ჯერ ხვინდატორი არ იყო გამოჩენილი. ჯობია ჩემი თავი გავაფრთხილო. სიზმრებთან თხილად. ვიღაც მოდის. ვუი, მე და პოლიკა ვართ. შჩოს შეხვედრაზე მომათრია, აქ ახლა გამახსენდა. ჩემი თავი გვერდიდან ასე ჩანს, კაცო? ჩუმად ბიჭო, რამე პარადოქსი არ გამოვიწვიოთ. პოლიკ, სად მივდივართ? ხო გახსოვს, გითხარი მესიჯი ორგანიზაციას სახელად მშჩოდან მომივიდა თქო. ხო, მერე? მერე ის რომ ეგ სახელი ინტერნეტში დავსერჩე და მივაგენი ვინც არიან. ზუსტად ახლა ამ შენობაში შეხვედრაა. კაი, წავედით.
ასეთ სიგიჟეს თუ გამოვცედი ცხოვრებაში ეგ ნახტათ. ვა, კაჩი. რა ხდება? ნაშები. რა ნაშები მაგის დრო გვაქვს? 2023 წელში ვართ, ბიჭო, დროის მეტი რა გვაქვს? მე ჭახანა მარხრობელა, ჭავჭავაძეზე ვიშენებ. კაი მზად ვარ, მივხედოთ საქმეს. მე ხო იცი, ჩემი მომვლელი მოვიყვანეთ სოლად, უბრალოდ ხვალ 98 წლის ხდება და ვერ გავიგე რა ვაჩუქო ვიფიქრე. გუბოაჩუქე. აბა, დროის მჭრელო. ცნაური ადგილია. ბარმენო, ლოდი დამისხი რა. ბარმენი? ეგ რა ჯანდაბის სიტყვა. ბიზანტიელებმა გამოგზავნეს, არა? ვინ? მეფე ბაგრატის სახელით. წამოგაცვა მხმალზე. არა, არ ვარ ბიზანტიიდან. ჯანდაბა, ბიზანტიელები და ბაგრატი. რომელ ბაგრატზეა გაიგე ახლა ლაპარაკი, მაგრამ ერთი უეჭველია. დროის მჭრელმა მინიმუმ 1000 წლით გადამისროლა წარსულში. ვახ, მიდი ძმურად რამე ლუძეძლიერი დამისხი რა. არ გენდობი უცნობო. ბიზანტიელი ალქიმიკოსი არ ხარ, აბა სადაური ხარ? აქაური ვარ. ბიზანტიელი თუ ხარ მითხარი და აქ გაცვალ ხმალზე იცოდე. არ ვარ ბიზანტიელი, არა. კარგი, თუ აქაური ხარ მითხარი მაშინ ვისე მხრობი. ფუკუნდუს თუ კატაკლიზმას. გეხვეწები მეგობარო რა, ძალიან ტიჩარში ვარ და მოიცა რა თქვი? ეგ სახელები საიდან იცი? უკაცრავად, დიდი ბოდიში რომ გაწუხებთ, მაგრამ იქნებ მუსიკას ცოტა ჩაუწიოთ. ქვემოთ ჩემს ოთახში თქვენს კეთილდღეობაზე ფიქრით ტვინი მეღუნება. და ესე ან სხვა მუსიკა მაინც არ გაქვთ? სულ ეს რომ უკრავს. ჩვენი კოსმიური გადამრჩენელი შეწუხებულა. კლიზმა, ფუკუნდუსმა შემოგითვალა. რომ მე? ფუკუნდუსი ვარო? ხო, რანაირად მიხვდი? იმბეცილები რანაირად მივხვდი თურმე. ტიპი სულ ორ რამეს ამბობს. ერთი უნდა მოვკლა და მეორე მე ფუკუნდუსი ვარ. კატა? ძალიან გთხოვ, მარტო დამტოვეთ, არ მჭირდება შეგონებების მოსმენა იმაზე, თუ როგორ ვცდილობ თქვენს გადაჯიშებას. არა, მე სხვა როგორ აგიხსნა, მე მომავლიდან ვარ. ახლა რაღა მოიფიქრეთ. მაჯიკა ხელოგიაშვილი, მერლინის პირველი ხარისხის მფლობელი და თარსულას ფაფრიანი ფასკუნჯი. კარგი. მომავლიდან ხარ და მე მიცნობ? დროის მჭრელი გამოვიყენე და აქ აღმოჩნდი. მომავალში შენ ლაპარაკს ნუ ღარ გააგრძელებ. აშკარად არ იცი დროის მჭრელი როგორ მუშაობს. ასეა. ვეცდები მარტივად აგიხსნა. ეს ამ სამყაროს დროის ხაზია. ყველაფერი, რაც ამ დროში როდესმე თქმულა, ან უნდა ითქვას, ამ ხაზშია. როდესაც რაღაც გეგმის მიხედვით არ მიდის, ახალი დროის ხაზები და სამყაროები ჩნდება, მაგრამ დროის მჭრელი ასე არ მოქმედებს. ის მხოლოდ იმ დროის ხაზში მოძრაობს, რომელშიც გამოიყენებ. ეს იმას ნიშნავს, რომ თუ რამე ისეთის თქმას გადაწყვეტ ჩემთვის, ან ვინმე სხვისთვის რაც წესით არ უნდა ვიცოდეთ, დროის მჭრელი უცებ გადაგისვრის სხვა დროში, რომ ანომალიას თავი აარიდოს. ასე რომ ყველა სიტყვა დაკვირვებით წარმოთქვი, ჩემს მომავალზე ნურაფერს მეტყვი. ამან შეიძლება დროის მჭრელი გააქტიუროს და სხვაგან გადაგისროლოს. მე ესე ვიცი, რომ დროის მჭრელი ისედაც საწყის წერტილში დაგაბრუნებს. კი, მაგრამ ყოველ სხვა დროში გადასროლაზე შეგიძლია იმ ადგილას სადღაც 5 საათი დარჩე, მაგრამ თუ რამის შეცვლა შეეცდები, დროის მჭრელი მაშინვე მოგისვრის სადმე. კარგი გავიგე, მაგრამ საიდან იციან აქაურებმა შენზე და ფუკუნდუსზე? მე თავიდან უბრალოდ კლიზმა ვიყავი ჯადოქარო. მერე მეტეორი დამეცა და კატაკლიზმად ვიკეცი. ვიფიქრი ამ ხელაძალა მაქვს, მოდი სამყაროებს მოვივლი და ხალხს დავეხმარებითქო. გადავწყვიტე ყველაფერი თარსულადან დამეწყო, მაგრამ შენც არ მომიკვდე. ამ ქალაქზე ერთ დემონს ფუკუნდუს აქვს თვალი დადგმული. ყველას ტვინი გამოურეცხა, 1000 რამეს პირდება თუ აქ მოსვლაში დაეხმარებიან და ამ დებილებსაც ესჯერათ. ვერაფერს ვაკეთებ. ვცდილობ დავეხმარო და მეუბნებიან შენ მამათ მავალი ხარ და ჩვენი გადაჯიშება გინდაო. მე მეუბნებიან ნახევრად კატას და ნახევრად კლიზმას. ისტორიაში ყველაფერი სხვანაირად ეწერა. არ მიგვირს. კი შემიძლია სრული სიმართლის ძალა გამოვიყენო, მაგრამ არ მინდა ვინმეს თავისუფალი ნება შევზღუდო. ჯანდაბა, შენ სულ არ ყოფილ ხარ ცუდი ტიპი. რა საინტერესოა ნეტავ რა მოხდა შენს და ფუკუნდუს შორის. მომავალში შენ ჯოჯოხეთში ხარ. ხომ ვუთხარი ჩემს მომავალზე ნურაფერს მეტყვითქო. დებილები არიან ეს თარსულელები რა. მოიცა, ეს ხო? ეფსიკაზე ვართ? კი, ჩვენ თავებს ხედავ. სად? აი იქი, ოღონდ ნელა გაიხედი, არ დაგვინახონ, მაინც რა ვიცი.
ბიჭო, რას ფიქრობ, იცი? ცოდოები არ არიან ეს ხალხი ეს. რანაირად დგავართ? გეგონება ვიღაცა მეგრელი ყავს ასტავში შემოგზავნილი და ყველას ტვინის არევას ცდილობსო. ნუ ბოდავ რაღაცებს რა. ჯობია სხვა საქმეზე ვიფიქროთ. სანამ აქედან გამქრალვართ, ჯობია ზვიგენის ხორხზე ვიჩალიჩოთ. ხო, თუ ყველაზე ადრე დავითრევ. ამ დროში ჩვენი თავები ხორხს ვეღარც კატაკლიზმას მიუტანენ და მერე ვერც ფუკუნდუსი წაართმევს. გამოვარო ფუკუნდუს მეორედ გავაცრობ სახეს. მაწყობს წავედი. წამოაკეთ ხო, ოღონდ სწრაფად გამოიარე, რავი, ჩვენმა თავებმა არ დაგვინახონ. მთელი პლანეტის სისტემა მაგ ხორხზე აქვს დაწყობილი ცოდოები არიან. აუ, დაიწყო, გამოხდა დედა ტერეზა კაკაჩია. ნახე, რა მაგრად გამოვიარე? კაცი შვილს არ შეუმჩნევი ვარ. მოიცა, რაღაც უცნაური ხმა არ გესმის? თითქოს რაღაცა ტყდებაო. კი, მესმის. და მგონი შენი ტვინის ხმა არის, საბოლოოდ იშლება. არ გაინძრეთ, თქვენ მივიწყებულ რობოტს დასამფლობელოში მოხვდით. აჰა, ვადაგასულ ტოსტერებში ჩამოვარდით. ალბათ ზაკმაყოფილი ხარ, ხო? ბაჭო. კაი, გაჩვენდი ბიჭო, არ დაგხოცონ. ისე მაგარი ტიპები არიან, რა გინდა? იმას ნახე ხელის მაგივრად ხერხი აქვს. ალბათ სულ თავიდან, სანამ აქ მოხდებოდა, მოცეკვავედ მუშაობდა. შემოჭრა. ბატონო რობოტო, საფრთხეს არ წარმოვადგენთ, აქ შემთხვევით ჩამოვარდით. შემთხვევით? აჰა, ტიპიური ადამიანური სისუსტე. თქვენც იმათ გავხართ, ადრე აქვით ჩამოყარა და მიგვატოვა. მოიცა, აქ ჩამოყარეს? რა იყო დაიბრაკეთ? შტებცელიდან გამორთვა და მერე ისევ ჩართვას ცადეთ თუ? ჩვენ ყველაზე განვითარებული ცივილიზაცია ვიყავით. ექსიკელებს ამის შეშურდათ. ამის გამო გამოგაგდეს? რა უსამართლობა? დიახ, ყველა პრობლემა ჩვენ ტრიდით და მოგვიშორეს. ისეთი ომი იყო, ლამის პლანეტა განადგურდა. აი, პაჭოს და ალექსას რო შვილი ყოლოდა თუ ეჭველი შენ იქნებოდი. მოკეტედით თავ. ახლა აქ ცხოვრობთ ამ ნაგავსაყრელზე შურისძიების მოლოდინში. კაი, რა კაცო, პლანეგერიც უდათაც არაა საქმე. აგერ შაურმების სამშაბათი ხო გვაქვს ხოლმე? შაურმების სამშაბათი საკმარისი არაა. მოიცა იმ შვარცნეგერის ხმას რა მოუვიდა. მოიცა აქ შაურმები გაქვთ? არა, ეს უბრალოდ მეტაფორა იყო. ეს რატოზანის მეტაფორაა. არ შეიძლება ადამიანს შაურმების სამშაბათი უხსენო და მერე არ აჭამო. ეგ იგივეა უცებ დაიყვირო ახალი წელი, კილოცავთ და მერე ნასკი მაჩუქო. წინდა. და რა გინდათ? აქ რატომ მოხვედით? სხვა არაფერი არ მინდა. ჩამავხსენით აქედან. ჩამავხსენით. შეავადმყოფო, მოშორდი აქედან. აუ რა მაგრად ტეხავს, ვერავინ ვერ დავკერე. რანაირი ქალები არიან, რა არის ეს? გაიოს ალბათ მოკლავდნენ ვაფშე. საყვარელი, გაიზიკო როგორი სიმპათიურია. რანაირად? გაიოს მან აშების აყრაში მაჯობა? არა! ჭახან, აზიერ რა ხდება, მაგრამ ყველა მე მეხვევა. კი, მაგრამ რანაირად? ტატუც დავიხატე, ძმაო, ძერს კაცაც ჩავიცვი, ეს ყელსაბამიც. ალბათ მაგიტო ჭახან. ცდილობ ის იყო, რაც რეალურად არ ხარ. რას ბოდავ, ეს ტატუ მე ვარ, ეს ტანსაცმელიც მე ვარ. ჩემი ჯაჭვიც კი ყვირის, რომ თესლი ტიპი ვარ. კარგი რა ჭახან. დადიხარ და ყველა სეუბნები ჭავჭავაძეზე მშენებარეში მაქვს ბინაო და ვრანგლერით მოძრაობ ქალაქშიო. ყველა ხვდება რომ მიტყუები. ჯერ იმ ხელაც კი არ ხარ რომ პედალს მიწვდე. მიიჯვი გაიოს რა, ვერავინაც ვერ ხვდება. უბრალოდ შენი თავი უნდა იყო ჭახან. გოგოებს გულწრფელობა ევასებათ თან. ჩემი თავი ვიყო? ამას ლუზერები ამბობენ. ახალ ტატუს დავიხატავ, ეგ უეჭველი უშველის ყველაფერს. რა ტატუს? დიდი ხანია ამაზე ვფიქრობ. აი წარმოიდგინე, ზურგზე უნდა დავიხატო დრაკონი, როგორ ჭამს მოტოციკლეთს. შენ არაფერი გეშველება რა. აი მიდი წავიდეთ, 5 საათია უკვე აქ ვარ. ჩამოვხსენით! შენ, გაჩერდი და დამეხმარე. მიგიფსიდე და პლატაზე. ბაჭო, რაღაცა უნდა ვქნათ. მე ვერ ვინძრევი. შენ იქნებ გაითავისუფლო თავი. ბიჭო, რამდენჯერ უნდა გითხრა, მეც გაჭედილი ვარ. არ გამოდის, არა. ბაჭო, მომისმინე? ერთმა კახელმა თქვა, შეიძლება რაღაცები არ გამოდიოდეს, მაგრამ უნდა გამაიყვანო. ნუ ამხადე ტვინი, ბიჭო. სისხლი გაჩერდა უკვე. რამდენი ხანია რაც წარსულში ვართ, აღარ შემიძლია. რა ვიცი, 1-5 საათი იქნება წესი. ზუსტად მე რა ვიცი, ეხა საათი კი არ ვარ. ჩამომხსენით. გავერთიანდით? ეტყობა ხო? და სად ვართ? მგონი აწმყოში ეს დედამიწა ოღონდ განადგურებული. ანუ რა გამოდის, კაცო, ტყუილად ვიმოგზაურეთ დროში? რა ჯანდაბად გვინდოდა ის დროის მჭრელი? ვერაფერი ვერ ვქენით იმენა. თქვენ რომელ დროში მოხვდით? 2023-ში. მერე რა ხდებოდა მან?
რა ვიცი, გოგოებს ვკერავდით. გოგოებს კერავდით? და მე რა დავაშავი, აბა, ჯერის პირმყრალი ბაბუა ჩემი შემხვდა, მე რობოტებთან ვიყავი, სცენარეებში გაჭედილი, ეფსიკაზე და დაკერეთ ვინმე? მე კი იმარა ჭახანამ იმერა სასწაულები ჩაატარა. ყველა გოგო ამაზე გიждდებოდა. ვა, საღო ჭახან, დაჭრა ეთყობა მაგტატუმ მართლა. აი და მაჯიკა სადაა? როგორ ჩანს დროის მჭრელმა არწყოში დაგვაბუნა და ეგ რატომ არ მაჯიკა რა ქენით? შენ ევალის ბიჭი არა ხარ? შემამაძაღლო. თრალია. არა ვარ თრალი, დალეული ვარ. ვერც თქვენ შეცვალეთ ვერაფერი? აზრია, ყველანი მოკვდები. წარსულს თურმე ვერ შეცვლი. და რა თუნდა ამ წვაც ამდენი ჩალიჩი ჩამოაჭერი თანით და გასინჯე. აუ ეს ძალიან გასულია. დაიცათ მანქანის საბარგულიდან რაღაც ხმა მოდის. პოლიკ წამოვნახოთ. გეუბნები აი ეტყვი რომ მობძანდით, აიღეთ ცხვარი და ეჭიდავე. აპოკალიფსის მერე ხალხი ნერვებზეა და ცხვართან ჭიდაობის ბიზნესი უეჭველი მაგრად წავა. ბაზარი არა ძმაო, მაგარი იდეა. ვა, ბიზნეს აწვევით ბიჭები? მეც ბიზნესმენი ვარ, ახლა გავაკეთე აუქციონების საიტი, სელუჯი. რანაირად გადარჩით თქვენ? ფენია მიშველა ჯადოქრობა იცის. თქვენ ბიჭებო, გაბრაზებულები ხართ აპოკალიფსის გამო? კი? გინდათ ცხვარს ეჭიდაო? გიჟები არიან სადიპოვეს ერთმანეთი წამგავეცალოთ. მოკლედ დროის ამბავია სანამ ფუკუნდუსი გვიპოვის და დავხოცავს, ხო და სანამ ეგ მოხდება ერთი სურვილი მაქვს რა. მაჯიკა. არა, მე ღვინოშივე მისხია, არაყი აღარ ჩავიმატო ჯიგარო, გაიხარე. დალება კი არა, ზუგდიდში გაგვიშვი რა პორტალით. რა გინდა ზუგდიდში? რა მინდა ბიჭო, გადამწვარი იქნება იქაურობა, თვალს მაინც გავახარებ სიკვდილისზე. აუ რა დეგენერატი ადამიანი ხარ. მაჯიკა, ზუგდიდში პორტალით მიდი. ო, წადით, გითხარით მე ფერფლიას როს ვამგვისრევა იცის გომაგარ. შეიგძენით ჰაერი. დატკბით გარემოთი. სიკვდილის წინ ამის ნახვას მაინც მოვესწარი. პოლიკ, უკან გაიხედე, აბა. რატო რა? ეს რანაირად, რა ადგილია ეს? რა შენობაა ეს? დადიანების სასახლეა, მაგრამ რატომ არ განადგურდა? არ არსებობს? არა, შანსი არაა. რა არის ეს? რესტარტის ღილაკი დადიანების სასახლეში. ამდენი ხანი ვიძახდი რომ მეგრელებს ყო, რესტარტის ღილაკი გაგვთქო და პაჭურას აკეთებდა, დამცინოდა, შეპარტახო ჟენა. ბიჭო, მეც არ ვიცოდი. ოხ ბაჭა, ერთ დღესაც იცოდე. აი, არა უშავს სამაგიეროდ სამყაროს მე გადავარჩენ. აქ მოსვლაც ჩემი იდეა იყო, ღილაკსაც მე დავაჭერ და გმირიც მე გავხდები. თუ რესტარტის გამოყენება გსურთ, ღილაკს ხელი მხოლოდ ნამდვილმა მეგრული სისხლის მატარებელმა უნდა დააჭიროს. თუ შენი ჯანტაბა, როგორც ჩანს ჩემთან ერთად მოგიწევს სამყაროს გადარჩენა. სამყარო რესტარტდება. თქვენ 4 ცვლილების უფლება გაქვთ. გისმენთ? კარგი, პირველი. ჩემი ბიზნესი მინდა რომ ნომერ პირველი იყოს მსოფლიოში. პოლიკ მოიცა. პირველი ცვლილება. დედამიწა ისევ ისეთი გახდეს, როგორც ფუკუნდუსის მოსვლამდე იყო. ფუკუნდუს გვინდა რომ სახეს სამუდამოდ გაძვრეს, ისე რომ ვეღარასდროს დაბრუნდეს. მესამე, კატაკლიზმას თავისი ძალები აღუდგეს. დარჩენილია 1 ცვლილება. მხოლოდ 1? ბაჭო, უთხარი რომ ყველა მიცოდეს რომ სამყარო მარტო მე გადავარჩინე, იმენა მე. ბიჭო, რა დეგენერატი ხარ, ამდენი ხანია ვწვალოთ. რანაირად იძახი რომ სამყარო მარტო შენ გადაარჩინე. მანა იცი რა? ძალიან კარგი იდეა მომივიდა. ხომ მთელი ცხოვრება მეგრელებზე გადაო და სასაცილოდ იგდებ. ახლა სამეგრელოს უნდა უმადლოდეთ რომ საერთოდ მთელი პლანეტა გადარჩება. ხო და პოლიკ, ახლა მთელი სამეგრელოს სახელით გავსწორდებით. რა საპირე? ბოდი ამას გეტყვი. ან ახლავე ბოდიშს მოიხდი მეგრელებზე გადაობის გამო, ან არა და შენს თავს დააბრალე. რა ბოდიშს არა იმას მოვიხდი, კიდე ხელზე ხوار გევთხვიოთ შემთხვევით. კარგი, კომპიუტერო, ბოლო სურვილი. ვინდა ყველა მიცოდეს, რომ სამყარო გაიოზმა, ჭახანამ და მე გადავარჩინეთ. მოიცა მე? სურვილები მიღებულია. სამყარო რესტარტდება. 3, 2, 1. დაბრუნდით ეს! ბიჭებო, პაჭო ჭახა და გაიოს ყოჩახ თქვენ შეძელით.
ოჩახშვილო შენ გაიოს და ჭახანას მგონი ძეგლი უნდა დაგიდგათ. ძალებით დამიბრუნდა. ბაჭო, ჭახან და გაიოს, ძალიან დიდი მადლობა. მთელი ჩემი არსებობის მანძილზე, რომელიც უსასრულობაა, თქვენი მადლიერი ვიქნები. სამივე ნივთის სანაცვლოდ ყველას ოქროს დაგპირდით. ხო და ესეც პრიზი. რა მაგარია. აბა ხალხო, პაჭოს ჭახანას და გაიოს გაუმარჯოს. უთხარით ახლავე ყველას რომ ყველაფერი მე გადავარჩინე. მარტომ. დაგიმარჯო თქვენ შობელძაღლებო. აპოლი, შენ რა ჯანდამას მიკეთებდი, ვერ გადაარჩინე სამყარო? ბაბუ, შენ რანაირად გადარჩი? აბა დროის მჭრელით ვერაფერს შეცვლითო? რაღაც რიგზე ვერაა, პოლიკ. ანუ რა გამოდის, თელ სამყაროს გონია რომ მე არაფერ შუაში ვარ პლანეტის გადარჩენასთან? ყრალპირიანი ბაბუაჩემი დაბრუნდა რომ სულ ლანძღოს? არა, პრინციპში ოქრო მაქვს. ოქრო მაქვს. Pishla tipები არ მევაცები მაშებს ავყრი და მოვდებს სკოლას თელი ქარწულა მაფასებს ხოდა სტერეოტიპებს რომ მივსელებე თარსულელები მასულელებენ სუთასულები თასგასულები შავ ჩვენზეა დათარსულები გაიგაიოს დამშვიდი დათარსულები მეგრელების ბრალია დათარსულები